პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. ხაჭოს მაჭკატებს მოვამზადებთ და ასევე გრანულას. გრანულას მოთუშვა ჭირდება ძალიან დაბალ ცეცხლსა დაახლოებით 10 წუთი და მუდმივად უნდა ურიოთ. ნუც არ არის აქ, მაგრამ სამაგერად ისეთი შენ თავს მართლა ჯი ხან და რაღაც თითქოს არ იმსახურებ კარგად ყოფს. ზუსტად. ეხაც მგონია რომ ის პატარა ნატალიკო დატოვეს. მე მქონდა არ ვიცი რატო, მაგრამ დრო ბავშვობაში თქვა დედა მიმატოვებდა ძალიან დიდი შიში. დანაკლისი განსაკუთრებით ნანისთან მქონდა ეს საოცარი ემოციური კავშირი და დღემდე მაქვს, რომელიც მე მგონი არც დედა ჩემთან და მამა ჩემთან არ მქონია. მახსოვს ჯულიარდში რომ ჩავაბარე, ვიღაცამ დაწერა რომ ნუ რა თქმა უნდა მოხვდებოდაო ხა ნანის შვილიშვილიო, ნუ ხა სასაცილოა მართლა ხო? დედა არ შემიძლია ძალიან ღიზიანდება. ჯერა ჩემი შესაძლებლობების, იმიტომ რომ მე მენდობიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. არა როგორც მომღერალმა, როგორც ადამიანმა რა ისწავლე ნანისგან. არაფერი ტყუილა არ ხდება და ესე იგი ეს უნდა მომხდარიყო. რო არ ვიყო მარია კალასი და რო ბრალოდ მართლა ჩემი ჭია გავიხარო და შვილიც არ დავკარგო და მეც შევირგო ეს პროფესია. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით ბედნიერი ცხოვრება გექნება, ვიდრე მარია კალასი. მიუხედავად იმისა, რაც მან ჯვარი მწერია. ხო არა ისე სპექტაკლის დღეს ოპერის მომღერლები საერთოდ არ ლაპარაკობენ. სრული სიჩუმე არის პირველი კურნალი ხმის. კი, ნამდვილად. გადაცემა Easy Plate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. გადაცემის სპონსორია სპარი. ერთად უკეთესია. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა. გამარჯობა, დღეს არის ხუთშაბათი და ეს ნიშნავს, რომ თქვენ უყურებთ Easy Plates. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმოგიმზადოთ ძალიან გემრიელი საუზმე, ორნაირი საუზმე, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს, არის ძალიან ჯანსაღი, გემრიელი და სწრაფი მოსამზადებელი. რას გვიმზადებთ ნცა? ხაჭოს მაჭკატებს მოვამზადებთ და ასევე გრანულას. თანაც დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე. ძალიან მიყვარს ნატალია და ბევრი საინტერესო კითხვა მოვამზადე მისთვის. და ნუ ეს ის რეცეპტია, მე რო ჩამოვიტანე კიევიდან, პასტა ფურცლით დაწერილი, მე ისე მომეწონა ეს რეცეპტი, გადავირე, ვიყავით ტასული და შეფი მოვიხმე, გამოვიდა და ძალიან გთხოვთ რეცეპტი საქართველოსდან ვარ მეთქი და ფურცელზე დაწერილი რეცეპტი გამომიგზავნა და მოკლედ იმის მერე ვაკეთებთ ამ საოცარ მაჭკატებს. ეხლა რაც შეეხება ჩვენ პროდუქტებს, რა დაგვჭირდება, ნუ ცოტა ჩვენი პროდუქტების სპარში შევიძინეთ და ასევე ძალიან ხშირად მოგზაურობ ევროპაში, სპარის ქსელი ყველგან ხდება ხოლმე და ძალიან კომფორტულია მათ და შოპინგი და საქართველოში წარმოდგენილი აქვს ზუსტად ის ექსკლუზიური ბრენდები, რომელიც მხოლოდ სპარში არის და ეს ევროპული ხარისხი რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გვიყვარს. ამიტომ მოიმარაგეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და ასევე პასტა და ფურცელიდან ძალიან საინტერესო რეცეპტი გელოდებათ, ამიტომ აუცილებლად ჩაიწერეთ და მოუმზადეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. მთავარი ინგრედიენტი, რომელიც დაგვჭირდება ხაჭოს მაჭკატებში არის ხაჭო, ჩვენ შევარჩიეთ რა თქმა უნდა სოფლის ნობატის ხაჭო. ეს არის ტესტირება ჩავატარეთ თან, ნუცა გახსოვს რამდენარი ხაჭოთი არ ვცადეთ და ყოველთვის გამოდიოდა საუკეთესო სოფლის ნობატის ხაჭო. ეს არის ხაჭოს ბრიკეტები, რომელიც ძალიან გემრიელია, ისაც რომ მიირთმოთ, მაგრამ როცა გარდაქმნით ამ საოცარ გემოს ხაჭოს მაჭკატში, სულ სხვა რაღაც გამოდის, ამიტომ ეხლა დავიწყოთ მზადება, დედა შენც დამეხმარე. ერთი ჯამი დაგვჭირდება და რა განაპირობებს ნუცა იმ ფაქტურას, რაცაც ჩვენ ვიღებთ მაჭკატში, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს თურმე ძალიან დიდი ხაჭოს და როგორ არის წარმოებული, ამაზეა დამოკიდებული და ამ შემთხვევაში ნამდვილი რძისგან რომ არის ძალიან ხარისხიანი, სწორი ტექნოლოგიით გაკეთებული და უსაფრთხო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თანაც ჯანსაღია და გემრიელი ეს საუზმე ხაჭოს დამსახურებით. კარგი, მოდი შევედგეთ სამზადის. დავიწყოთ. პირველ რიგში დაგვჭირდება სოფლის ნობატის ხაჭო, რომელიც უნდა გადავიტანოთ ჯამში, 2 ცალი ბრიკეტი. დაგვჭირდება 3 ცალი კვერცხის გული, უნდა გავესალკევოთ, კვერცხი და ცილა. შემდეგ დავუმატოთ ცოტაოდენი ვანილი. დავუმატოთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა. მარილი? აუცილებლად დაგვჭირდება მარილი. ჩვენ ვიყენებთ ლოსალს, რადგან ის შეიცავს 66%-ით ნაკლებ სოდიუმს და არის ძალიან ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივა ჩვეულებრივი სუფრის მარილის. და ახლა დაგვჭირდება ფქვილი. დაახლოებით 3 სუფრის კოვზი. ახლა კი დაგვჭირდება ფინოს ხელთათმანები, რომ მოვგზავნოთ კარგი ცომი. ფინო ეს არის უკრაინული ბრენდი, რომელიც გვთავაზობს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე საუმეურნეო, ძალიან კარგი პროდუქცია სახლისთვის, რაც თავარია ხარისხი არის საუკეთესო და მე ვენდობი ამ ბრენდს.
ცომი არ უნდა იყოს ძალიან სქელი, უნდა იყოს უფრო ჰაეროვანი და ფაფუკი. და დიდხანს ძელო არ სჭირდება. ახლა კიდევ გჭირდება დაფა და დაფაზე უნდა მივცეთ ლამაზი ფორმა მაჭყადებს. ახლა დავჭრათ ესეთ ნაჭრებად მაჭყადები. ახლა მივცეთ ლამაზი ფორმა მაჭყადებს ფხვილის სახმარებით, ისე რომ კიდეებში მქონდეს ფხვილი და არ მიაკრას ზედაპირს. ახლა უნდა შევწყვეტ მაჭყადები ორივე მხრიდან ზედაპირზე, დაახლოებით 5-5 წუთი. თავი დააფარეთ თქვენს ტაფას, რომ კარგად გამოცხოს შიგნიდან და ფხვილი კარგად მოითუშოს. ახლა კი ფინოს პარკიდან ამოვიღოთ მარწყვი. ძალიან კომფორტულია ამ პარკებში შენახვა. ახლა კი დროა გავაკეთოთ კრემი. კრემისთვის დაგჭირდება კრემყველი, ასევე ცოტაოდენი შაქრის პუდრა და ვანილი. ახლა კი გადავიდეთ გრანულას მომზადებაზე. დაგჭირდება შვრია, დაახლოებით 300 გრამი, ასევე ნიგოზი, მე მთელ თელებს ვიღებ. ნიგოზი დაახლოებით 100 გრამი დაგჭირდება, თხილიც დაახლოებით 100 გრამი, ქოქოსის ფანტელი დაგჭირდება, დაახლოებით 40 გრამი. შემდეგ დაგჭირდება ჩირი, რომელსაც დავჭრი. ამ შემთხვევაში ვიყენებ გარგრის ჭირს, მაგრამ ნებისმიერი ხილის ჭირი შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემდეგ დაგჭირდება თაფლი და ზეთი. მე ვიყენებ ახლა ავოკადოს ზეთს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ზეთი გამოიყენოთ, რომელიც სახლში მოგებავებათ. თაფლი დაახლოებით 3 სუფრის კოვზი, ზეთი დაახლოებით 2 სუფრის კოვზი დაჭირდება. ახლა ამოუღიოთ კარგად ეს ყველაფერი ერთმანეთს, რომ ესეთი წეპი ამასე შეიქმნას და შემდეგ უნდა მოვხალოთ ტაფაზე ან ღუმელში. ღუმელში ჯობია გამოცხობა 180 გრადუსზე დაახლოებით 12 წუთი. მაგრამ ვისაც ღუმელი არ გაქვს, შეგიძლიათ ასევე მოთუშოთ ტაფაზე. აქვე შეგახსენებთ, რომ Easy Plate-ის სპონსორია მეტრომარტი. მეტრომარტში დაგხვდებათ მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ძალიან მაღალი არჩევანი. ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მათ ფიზიკურ მაღაზიაში შოპინგი, ასევე ონლაინ მათ საიტზე და მთელ საქართველოში აქვთ მიტანი სერვისი. გრანულას მოთუშვა ჭირდება ძალიან დაბალ ცეცხლსა დაახლოებით 10 წუთი და მუდმივად უნდა ურიოთ. დავიწყოთ დასერვირება. პირველ რიგში ჩვენ წინასწარ მომზადებული კრემი გადავუსვათ თეფშზე. შემდეგ მაჭყადები მოვუდოთ. და მაჭყადებში ხო გააკეთე მარილი? კი, მარილი ლოსალტე გავუკეთე, ოღონდ მარილის გარეშე დოზირებულად. აუცილებელია მარილი, რომ გემოების გამხსნელია, თანაც ეს მარილი შეიცავს 76%-ით ნაკლებ ნატრიუმს, ვიდრე ჩვეულებრივი მარილი და არის ძალიან სასარგებლო. მაგის გამო უკვე აღარ შუქდები მე მარილის მიღების დროს. კი, დრო არ აკავებს სითხეს ორგანიზმში და არის ყველაზე სასარგებლო მარილი მთელ დიდ ბრიტანეთში. მოვაყაროთ მარწყვი, შემდეგ მოვაყაროთ ქოქოსი, რადგან ძალიან უხდება და ბოლოს შაქრის პუდრა. ასევე ძალიან მოუხდება ცოტაოდენი პიდნა. მზად არის ჩვენი კერძი, გრანულაც მზად არის, მოდი ასეთ ქილაში ჩავყაროთ და შესანახოთ უფრო მარტივია, როცა გაცივდება, რომ ჩაყაროთ ქილაში. გრანულას მერტმევა შეგიძლიათ რძესთან ერთად, იოგურტთან ერთად, მაწონთან ერთად, ყველაფერთან ერთად, რომ რაც თქვენ გიყვართ. უფრო რძის პროდუქტი ერთად მიირთმევენ ხოლმე. მე იოგურტთან ერთად ძალიან მიყვარს, ბერძნულ იოგურტს ვხდება ძალიან თაფლთან ერთად. გრანულაც მზად არის. მე ახლა უნდა გავიქცე. ნატალიას ხო იცი რაც უნდა დავუსვა კითხვები? მე ვიცი ყველაფერი და მე უყურებ გადაცემას და უყურებ როგორ გავართვით თავი ჩემს გარეშე. იმედი არ გამიჭირდება. მე კი ნატალიას დაველოდები. ნატალია, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხარ. უბრალოდ ნუცა გახდა გასაქცევი და ბოდიში მოიხარ, ისე უნდა და ისე ელოდებოდა ამ შეხვედრას, მაგრამ ყველა კითხვა რაც ქონდა, ნუცას მე დამიტოვა და ყველა კითხვას აუცილებლად დავსვა. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ აი საოცრად გამოიყურებ. აი ბოლოს შეხვედრიდან დღემდე რაღაცა წონაშიც დაკლებული, გაქვს ძალიან ჭყვია, აი რაღაცნაირი ბზინვარება მოგდის შინაგანი და აუცილებლად კითხვებს დაგისვა ამ ყველაფერზე. სიამოვნებით არაფერი მაგ დასამალს.
მართალი. ხო, ძალიან კაი რჩევები გვაინტერესებს და ჩვენ მოგიმზადა, ნუ თან უბრალოდ მოგიმზადა ხაჭოს მაჭკატები, რაც ძალიან გვიყვარს ხოლმე მართლა, ხო? საუზმეზე ძალიან გვიყვარს ხოლმე და აქედან გამომდინარე ეს დატოვა და გრანოლა. რეცეპტსაც დატოვებდა ნუცა ესეთი კი, გოგოა. მართლა ძალიან საინტერესო რეცეპტია და აუცილებლად თქვათ, აი ჩვენ გამოგდის ხოლმე ძალიან კარგი სოფლის ნობათის ხაჭოთი. სხვებზეც ვცადეთ, მაგრამ ამითი გამოდის საოცარი. ხო და საუკეთესოა. აუცილებლად მოდით დაგვიგე მომენტ თუ გინდა ეხა თუ გინდა რაღაც კითხვების დროს ცოტა მოვშინაურდები და მე უკვე ისე ზოგადად მაინტერესებს აი როგორ იწყება ნატალიას დილა. ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, ჩემს შვილამდე და ჩემი შვილის შემდეგ და რადგანაც არც ისე პატარა ასაკში გავაჩინე სანდრო 29-ის ვიყავი და 30-ის უკვე მყავდა, მგონია რომ ეგ ჯერ ისეთი ყველაზე რაღაცნაირი გარდამტეხი აღმოჩნდა, რაც აქამდე მიცხოვრია, იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცები შეიცვალა, ღირებულებები, ფასეულობები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, ბევრი რაღაც შეიცვალა ძალიან და შესაბამისად, აი დღის რუტინაზეც ეს ძალიან აისახა. ყოველდღიურობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ უკეთესობისკენ შეიცვალა თუ უარესობისკენ ჯერ არა ვარ დარწმუნებული. მთავარია რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი ისეთი შორეულ გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ჯერჯერობით პირველი ცვლილება რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ ჩემს თავს უფრო მეტად უსმენ და უფრო მეტად ვცდილობ, რომ ადრე თუ რაღაცა თვითდესტრუქციით ვიყავი დაკავებული, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად, ეხლა უფრო მინდა რომ მეტად რაღაცნაირად დავუთმო ჩემ თავს დრო, მხოლოდ ფიზიკურად დრო კი არა, ის საერთოდ ფიქრში, უფრო მეტად რაღაცა სასარგებლო გავუკეთო საკუთარ თავს. და დილაშიც ახლა რაღაც გრძელი პასუხი გამომივიდა, მაგრამ აი დილაც მთავარი კომპონენტია, რაღაცნაირად ჯერ არის იცით, აი პირველი თვე როგორ იწყება, ახალ წელს როგორ იწყება, ორშაბათს როგორ იწყება და შესაბამისად აი დილის დაწყება მაინც პრინციპში განსაზღვრავს მე მთელს ჩემს დღეს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც არა ვარ წრუწმენების არ მჯერა და არ წამს, მაინც აი ეს განწყობა გინდა არ გინდა მე მთელი დღის მანძილზე თან. ეს არის ახლა არ მიყვარს საუზმე. ჰა დავიწყებ მაგით. არც ჩემს შვილამდე და არც ეხლა არ მიყვარს და რაც უფრო მეტად გადის დრო და მეტ ვთქვათ რაღაცა ასე ვთქვათ ლიტერატურას ვეცნობი და უფრო მეტი ტენდენცია და ამბობენ რომ ჯობია რაღაც დიდი შუალედებით იყვებო, ეს ჩემი ორგანიზმი ბუნებრივად ამას მოითხოვს. მეც ზუსტად მას. დილას არ შეიძლება თითქმის ეხლაც აი რა ვიცი რომელი საათია, შემიძლია ვთქვა რომ ჯერ არაფერი არ მიმიღია. მაგრამ აი მე უკვე ის ერთი ყვება არის ხოლმე ესეც საკმაოდ ნოყიერი, მიყვარს ძალიან გემრიელად ჭამა, ულუფის თვალსაზრისითაც, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, აი ყველა მხრივ დიდი ესეთი გურმანი გოგო ვარ. გაცნობიერებულად აკეთებ ყველაფერს და ძალიან კარგი არ არის. ვიცი რამდენად გაცნობ. აი არის ხოლმე პერიოდები, რომ ჩემ თავს მე და ჩემი ქმარი ვამბობთ ხოლმე, მოდი რამე გავაფუჭოთ და ეს ნიშნავს, რომ აი ჯანკი, ღამე ვჭამოთ, რაღაცა ისეთი ვჭამოთ, რაც ვიცით რომ არ არის თქვათ სასარგებლო და იცი რომ თქვათ გავნებს, მაგრამ აი თითქოს რაღაცა რესტარტი არის ხოლმე რა და აი რაღაცა ინტოქსიამს კვებით წესში აუცილებლად დარღვევა უნდა იყოს, თორე ისე იმ კვების წეს აი ჯანსაღესაც ვერ აფასებს და ორგანიზმსაც ძალიან ეცვითება რეცეპტორები და ჭირდება ეს რესტარტი. ვერ დავდებ თავს და ვერ ვიტყვი რომ აი პირდაპირ სულ ჯანსაღად ვიკვებები. ერთადერთი უფრო მეტად სახლში მომზადებულს მივირთმევ და ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად არის მცდუნება განსაკუთრებით ჩვენ ყოველდღიურობაში, რომ აი რაღაცა შეხვდე, უცებ ლანჩი, უცებ, მაგრამ იმასაც აი უკვე რაღაცნაირად უფრო მეტად ცნობიერი ნაწილი ირთვება და ვთქვათ, აი ხშირად აი ბევრი ვთქვათ ფსიქოლოგები ამბობენ და გირჩევენ, რომ შენ თავს კითხე, ეს ეხლა რასაც შენ აკეთებ, შენი სხეულისთვის და შენი ტვინისთვის სასარგებლოა? აი ამ კითხვით ბევრი რაღაცა შეიძლება რომ მე შენ თავს რა კარგია ეს კითხვა. ეხა დავფიქრდი რომ როდესაც შენ იღებ საკვებს მართლა ეგრე ან კარგს უკეთებ ამით ან ცუდს ნეიტრალური ვერ იქნება ეს და უნდა მიხვდე შენ თავს დესტრუქციას უკეთებ ეხლა და რატო ირჩი მაშინ შენ თავს და თუ კარგს უკეთებ რატო ესე იგი გიყვარს შენ კითხვა რო ჩნდება რომ რას ერჩი შენ თავს ეგ ჩემი აზრით აი მართლა არაჩვეულებრივად ეს მართლა ისე მეც ძალიან ბევრი რაღაც აღმოვაჩინე რომ ეს საკუთარ თავს
აფსოს ჯიტი რაღაცეების გამო და ამას რო ჩაეძიები და იპოვი მიზეზებს, შეიძლება ბავშვობაში იყოს რაღაცა უმარტივესი შემთხვევა და შენ ეს პროგრამა მოყვება მთელი ცხოვრება გაუცნობიერებლად და ვერ იგებ და წვალობ და აი როცა ამაში ერკვევი, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. საერთოდ ეხლა მე მეგონა რომ რაღაცები მესმოდა და მეგონა რომ რაღაცები ასე თუ ისე ვიცოდი, მაგრამ რადგან ამ შეიძლება არ იყოს ეს ამ ფორმატის საუბრის თემა, არა, პირიქით, კარგი თემაა ძალიან. ახსენებ თქვა ბავშვობა, ხო? და იმ კითხვების დასმა თითქმის ადამიანი არ ვიცი მე დღეს ჩემს გარშემო, ვისაც რაღაცა მენტალური პრობლემა არ მინდა დავარქვა, მაგრამ აი რაღაც ხარვეზი ჩასწორება თითქოს არ ჭირდება. აი მართლა არ ვიცნობ ჩემ გარშემო ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და თქვა ჩემ თაობას და ზუსტად. რამდენადაც ძალიან რთულია ეს და რამდენადაც ხანდახან შემაშინებელია, ხანდახან აი ზუსტად რაღაცაც პანიკურ შეტევას ვეძახით, რომელიც მეც აი ხა ძალიან ცოტა ხნის წინ თითქოს 2 კვირა რაც ხა აი ამ სიახლე და ახალ ტალღას დავეჯახე, დავიწყე თერაპია, დავიწყე რაღაც საკუთარ თავზე უფრო კიდევ ღრმად და მართლა მუშაობა. აი კვების ნაწილი მანდ იმხელა ადგილს იკავებს, რომ ჯერჯერობით არ მეგონა და საერთოდ ბევრი რაღაც რაც არ გვეგონა, არ ვიცოდი, ეს ყველაფერი არის არ ცოდნისგან. ძალიან ხშირად ვამბობ ამას. იგივე ბავშვთან დამოკიდებულებაში, ჭამასთან დამოკიდებულებაში. აი შენ თავს მართლა ჯი ხანდახან და რაღაც თითქოს არ იმსახურებ კარგად ყოფნას. ზუსტად, ჩვენ წყვეტთ ხოლმე ზოგჯერ რა ყველაფერი მართლა ბავშვობიდან მოდის და ამაში ძიება და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მე იმხელა რაღაც შვებას გაძლევს თავისუფლებას, თავდაჯერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის სიყვარულს, თუმცა არა ეგოისტურს და ნარცისულ სიყვარულს, მაგრამ ნამდვილ ჭეშმარიტ სიყვარულს. ხო და რა მხელა მნიშვნელობა აქვს? იცი რა მინდა აღვნიშნო, აი ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენეთ ჩვენ, თქვათ რაღაც დიაგნოზები და იყო ესეთი კომენტარი, რომ მოდაში შემოვიდა ახლა ეს დიაგნოზებიო და მინდა ვქო, რომ მოდაში კი არ შემოვიდა, უბრალოდ ამაზე დაიწყეს ადამიანებმა ლაპარაკი, თორე ეს ყოველთვის იყო. და ძალიან ხშირად არ იცოდა ადამიანმა, რომ რამე ჭირდა და მთელი ცხოვრება ამით წვალობდა და ამაზე რომ ხმამაღლა დაიწყეს ცნობილმა ადამიანებმა საუბარი, ბევრმა აღმოაჩინა, რომ თურმე მასაც აქვს ეს პრობლემა. შენ როგორც აღნიშნე, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცა ესეთი სტაბილური, არანაირი პრობლემა არ ქონდა, რომ ბავშვობაში რაც არ უნდა გამორჩეულ ოჯახში და სიყვარულში იზრდებოდი, თქვა შენ შემთხვევაში და ჩემ შემთხვევაში, მაინც რაღაცნაირად ვისტრესებით და არ ვიცით. მე ისეთი გამოგონილი შიშები მქონდა, რომ არანაირად არ უნდა მქონდეს, მაგრამ მქონდა. ბავშვი რას როდის აღიქვამს საფრთხეს, მაგას ნამდვილად ვერავინ ვერ გათვლის და ყველას გვაქვს, ამიტომ ზოგი ძალიან მძიმე პირობებში იზრდებოდა და იმიტომ ზოგი ძალიან კარგ პირობებში იზრდებოდა და ამიტომ არავის არ აქვს ეს ფუფუნება, რომ არ ქონდეს ბავშვობის ტრაუმა, ამიტომ ამ მიმართულებით პირველად აი რაღაც კვებასთან პირველი ზუსტად, იმიტომ რომ ბავშვებს ზუსტად რომ საჩუქრად აძლევენ, არა ჯანსაღს აკვებს და მე მას უკვე ჯილდოთ მიაჩნია, არა ჯანსაღი საჭმელი და დამოკიდებულება, სტრესთან დამოკიდებულება და ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან ზუსტად. ხო, იგივე ის. იცი ამას ყველაფერს მართლა თავის სახელს რომ დაარქმევ და რომ ახსნი და უბრალოდ პასუხებს რო გასცემ ამ კითხვებს, მე ისეთი ნათელი ხდება ყველაფერი, თითქოს რაღაც შვებაა გაქვს ადამიანს. და მე უბრალოდ აღარ გინდება, ხო, იმიტომ რომ შენ თავსვე უხსნი და ის გეხსნება ერანაირი, ხო, აღარ გჭირდება ცალკე ამის განკურნება, თავისით მიდის უკვე ეს პრობლემა. ხო, მე რაღაც კლიშეებში გვინდა არ გვინდა ამ რაღაც სტერეოტიპებში ვექცევით რა, იმიტომ რომ ვიღაცას არ ვიცი ხა დღეს რომ მართლა ყოველ მესამე მეოთხეს ხარ მინდა რაღაც არასწორი სტატისტიკა ვთქვა ADHD აქვს, ის ბავშვი იცვლებოდა ცელკი, უზნეო, უზრდელი, ჯიუტი, ასე შემდეგ, უსვენარი. ხო და თან 12 სახეობაა ADHD-ის და ძართულია მიხვდა, იმიტომ რომ მაგალითად მე ვიყავი ძალიან კარგი მოსწავლე, ვიყავი არაჩვეულებრივი ბავშვი, გასართლად, მაგრამ აი მოუსვენარი ვიყავი. რაღაც ის ნიშნები მქონდა, რასაც ვერანაირად ვერ ხვდებოდნენ ჩემი მშობლები, დედაჩემი რომ მებდნენ მუცელში ფეხებს არ აჩერებდიო. აი ეგ არის ერთ-ერთი. ანუ საიდან იწყება? საიდან იწყება? ბავშვობაში ვერ გკოჭავდით. მე იმ დროს დავიბადე, როდესაც ბავშვებს კოჭავდნენ. ვერასოდეს ვერ გკოჭავდით. ესეც ნიშანი იყო იმისი, რომ მე მაქვს ADHD, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს არის და მე გავიგე ეგ ახლა 52 წლის ასაკში რომ აი რა გზნობა იყო? იცი რა ბედნიერი ვარ რომ გავერკვე, იმიტომ რომ მე მეგონა ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, რაც არ გამომდიოდა და ეს ამ დანაშაულის გზნობით და ეს არის აი საკუთარი დესტრუქციის ზუსტად აქედან მოდის, რომ შენ გაქვს დანაშაულის გზნობა, რომ შენ გონია რომ რაღაცა არის შენი ბრალი და ეს უბრალოდ შენი ტვინის სპეციფიკა, მას სხვანაირად აქვს. არ შეუძლია ხო, დოპამინის ფუნქცია, აი
უბრალოდ სხვანაირად მაგრამ ეს ხო ძალიან დიდი კრეატიულობა, ეს ხო ძალიან ბევრ რამეში იმდენ უპირატესობას მაძლევს და თურმე საჭირო იყო ერთი კონსულტაცია, რაღაცა მედიკამენტის შერჩევა, იმიტომ რომ ჩვენ რა გვაქვს, იცი, როდესაც ADHD გაქვს, შენ როდესაც დამამშვიდებელს გაძლევენ ის პირიქით აღგახსნებს და გზნები გამშვიდებს და აი ნახე ვიღაცა მაძლევდა ხოლმე თქვა ვალერიანის აპს და მე პირიქით შფოთვა მემატებოდა. ხო, აი ეს მომენტის გასათვალისწინებელი და წარმოიდგინეს შიშები მქონდა ხოლმე შფოთვები აუხსნელი დალევ ორცალ რაღაცას დამამშვიდებელს კიდევ უფრო შფოთვა გემატება და ძალიან რთულია, როცა არ იცი რა გჭირს. კონტროლს კარგავ. კი, ზუსტად და ეხა იმდენად ბედნიერი ვარ, ისეთი დამშვიდებული ვარ, გეუბნებოდი წყნარი ოკეანე იცივე დავამშვიდებელი. მართლა აი დედას ვიცავ რაც დრო გადის რწმუნდები, ახალს ალბათ არაფერს ამბობ არ გაგეცინოთ, მაგრამ ყველაფერს სჭირდება უბრალოდ ცოდნა. კი. და მადლობა ღმერთს დღეს ცხოვრობთ იმ საუკუნეში, სადაც ყველა თემასთან დაკავშირებით მარტო ეს ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ ყველაფერზე, ასე თუ ისე რაღაცა ცოდნა მიიღო. ცოტა ხანს საერთოდ იმ სახით ავადმყოფოები აღარ იქნება, რა სახითაც ახლა არის. უბრალოდ ავადმყოფობამდე აღარ მივა ადამიანი. გუშინ სხვათა შორის უყურებდი არაჩვეულებრივ ქირურგს, რომელიც ლონდონიდან გიბრალტარზე ასრულებდა რობოტის მეშვეობით ოპერაციას, ქირურგიულ ჩარევას. ანუ ორივე აპარატი ერთი და იგივე რა თქმა უნდა ადგილას იყო და ეს თავის ხელით იქ ოპერაციას აკეთებდა. ანუ ბევრი რაღაცები ახალი სურათები ნახე გუშინ და აი სხვათა შორის მაგ ამბავმა ის რაღაცნაირად დამიკარგა მოსვენება, იმიტომ რომ საერთოდ მე არ მიყვარს, ჩემი შვილი მაგალითად ხარი გატაცებული კოსმოსით, გიждდება სულ და აინტერესებს ჩვენ გავფრინდები მე ვერ გავფრინდება ის ხო შენ თუ გინდა გაფრინდი, ანუ ფიქრიც კი კოსმოსს რაღაცნაირად აი ამ თითქოს მაცლის საყრდენს ხო და არ მსიამოვნებს. მე ძალიან მეშინია. იმიტომ რომ ვიკარგები რაღაცა ყველაფერში ვიკარგები. ანუ ძალიან პანიკა ნუ ჩვენ არც გაგვიშვებდეთ არც მეგებული არის ხო ძალიან ეს არჩევენ თქვა ვინ წავიდეს და არ წარმოდგენ ჯერ მარტო იმ დახურულ სივრცეში მაგ შორს წაგვიყვანს ექტება და უკვე შფოთს მატებს. ბავშვი ვახსენეთ და მოგვიყევი აბა როგორია ახლა თქვა თქვენი რეჟიმი ხო ყველაზე დიდი საჩუქარი და საყვარელი და სასაცილო ადამიანია, რომელიც არის ძალიან თავისებური, ძალიან ტემპერამენტიანი, როგორც დღეს მსგავს ბავშვებს ეძახიან. თავისი პრინციპები აქვს, რომელშიც დიდი წვლილი ჩემი, ესე ვთქვათ, დანაშაულია, იმიტომ რომ მის არას და მის კის ძალიან ვითვალისწინებთ ყველა და მას ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, სულ შეიძლება არ გამოგდის, მაგრამ ვცდილობთ ყველამ რომ მივუდგეთ როგორც ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ პიროვნებას და რაც მთავარია, ისევ მივალ იქ რომ ბევრი რაღაცის გაგებით და ცოდნით, ესე ვთქვათ, დავისწავლე, რომ მისი ემოციების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და პატივი ვცეთ მის ნებისმიერ ემოციას. ნუ რა კიდევ ვიმეორებ, ხა რობოტივით ეს ყოველთვის არ გამომდის, ხანდახან მეც ნერვები მიმტყუნებს ხოლმე მამამისაც და ყველას და ნუ მოკლედ, მაგრამ ადვილი არ არის. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ამ ბევრი რაღაცის ცოდნამ ისიც შემატა, რომ მაგალითად სანდროს ჯერჯერობით და იმედი არც ექნება, კვებითი აშლილობა მაგალითად არ აქვს. ძალიან გურმანია, უყვარს ხორცი. ნუ ესე იგი აი მისი სადილე აი ყოველდღიურ რაციონში ხორცი ნუ უნდა იყოს აუცილებლად. მე იცით რა მომწონს კიდე ძალიან რომ აი არასოდეს არაფერი არ დამიძალებია მართლა თუ და ეგეთ ბახშიც შევიყვანე სადაც აი მე მგონი მინიმალურ ძალისხმევას დებენ რომ ბავშვმა ჭამოს ანუ ის თუ იტყვის რომ აღარ მინდა აი ულუფასაც თვითონ იდებენ მოკლედ ხო და აი ყველა ახალ პროდუქტთან ხშირად მიწევს მოგზაურობა და ვცდილობ რომ სულ თან მყავდეს და დამყავს ჩემთან ერთად ახლა ყველგან არ არის ხოლმე ის სიტუაცია რომ გუფთა და ვთქვათ რაღაცა ისეთი საჭმელი იყოს რასაც მიჩვეულია და მაინც ყველაფერს სინჯავს აი ყოველ შემთხვევაში აი ენის დადებით ანუ შიში არა აქვს ახალი პროდუქტი ვერ ვიტყვი რომ ავოკადოებზეა გაზრდილი და ბროკოლებზე თქო იმიტომ რომ ნუ ახლა ბროკოლი მეც აი რა ვიცი არ ვიცი რამდენიმე წელია რაც აი ძალით იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა ვიცი რომ სასარგებლოდ რა ვიცი აი ბროკოლის მე აი 1-2 წელია ძალიან შემიყვარდა იმიტომ რომ ძალიან შემეცვალა ეს რეცეპტორები აი როცა ეს ირთვება მე რა თქმა უნდა სხვანაირად აღიქვამ რა და ну, მაინც რა ვიცი, მგონია რომ მაგ თვალსაზრისით აი არც მესმის სხვათა შორის მშობლები რომ ამბობენ, აი უჭმელ ბავშვებზე რომ ეს რამხელა რაღაცა მე ვიყავი. ძალიან უჭმელი. აი იცი რა, მე ვხვდები რომ მაგითი მე მქონდა, არ ვიცი რატო, მაგრამ
რომ ბავშვობაში თქვა დედა მიმატოვებდა ძალიან დიდი შიში. არანაირი წინაპირობა ამის არ მქონდა გარდა. ხო, ავიკვია რაღაც ბებიასთან 3 დღე დამტოვა და ეთყობა ისევ ნერვიული, ესე განვიცადი, ხო არ იცი მაშინ ახსნა რა, დედამიწა ჩამომექცა და იმის მერე მქონდა ძალიან დიდი შიში, რომ დედა მიმატოვებდა და ვიქცევდი, იცით დედის ყურადღებას და ეს რომ აი არ ვჭამდი საჭმელს საერთოდ და ვიყავი ძალიან გამხდარი გულის წასვლამდე და დედაჩემი სულ დამსდებდა და მოდი ზღაპარს მოგიყვებ, მოდი პირი გააღე, მოდი ეს და სულ იმაზე იყო გადმორთული რომ მე მეჭამა და ალბათ მე ამით რაღაცა კომპენსირება მქონდა რომ ყოველთვის დედა იყო ჩემ თვალსაწიერში ხო აი ესეც რა თქმა უნდა მაგის საწინდარია ნახე ეს მე ახლა რომ გავაგრძელოთ მე ეს არის ზუსტად იმის პრობლემა რატომ აქვს მე კომპენსირებული ზედმეტი წონა ამას ბევრი სხვა მიზეზები ქონდა და აღმოვაჩინე რომ ეს მარტო ჰორმონები არ იყო ფსიქოსომატურიც არის და სანამ იმ inner child-ს პატარა ბავშვს ჩემში არ დავამშვიდებ და დავაწყნარებ რომ არავით არ მიგატოვებს და გიждდება შენზე კიდევ აი ეს არ გაუშვებს რა ნუ მოკლედ ძალიან სერიოზული სამუშაო აღმოჩნდა და აი ეგ არის რომ ძალიან კარგია რომ არ აქვს ეს პრობლემა კიდევ ვიმეორებ ჯერ პატარა უთხე კი მაგრამ უკვე მაგ დროისთვის საკში მეტყვის რომ მე მჭირდება ფსიქოთერაპია იმიტომ რომ რაღაცა ალბათ ეგეც იქნება იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ხა შეუცდომელი ვინ არის მეც ალბათ უკვე ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული მაგრამ აი რაღაცა ძირითადი ანაბანა არის მე მგონი აღზრდაში რომელიც რა ვიცი მართლა ამხელა თაობებმა ხო პრაქტიკა მაჩვენა რომ ეს კატეგორიულად არა ეს კი და აი მაგაში მაინც ვცდილობ რომ რაღაცა არაურიო რა ერთმანეთში ხო შვილში რომ პიროვნებას ხედავ პატივსცემ მას და არ მიგაჩნია რომ შენი საკუთრებაა და შენი პროექტია აი ეს არ იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან რომ ჩვენი თაობის ბოდიში ვხდი არავის რაღაცა არ ეგონა ხო მათი ბრალიც არ იყო ეს არიცოდნენ კი ხელა ყველას უყვარს თავის შვილი და ყველას საუკეთესო უნდა თავის შვილისთვის მაგრამ რაღაცა ვიბოდ იმიტომ რომ არიცი შეცდომებს უშვებ რა და მე მგონია რომ ჩვენი თაობის შვილები წესით მარტო იმიტომ რომ უკვე ბევრი რაღაცები ვიცით მგონია რომ უფრო სხვანაირები უნდა იყვნენ ყოველ შემთხვევაში ამას ძალიან დიდი იმედი მაქვს იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ერთ იმაზე ვტრიალებთ რა აი ერთი აღარ დასრულდა ეს ჯაჭვი რომელიც უნდა ბოლოს და ბოლოს გაიჭრას, იმიტომ რომ რეალურად იქ ქვეყანაში რაღაცა ფუნდამენტური პრობლემები რაც არ იცვლება. აი კი რაღაცები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, მგონია რომ არაჩვეულებრივად გრძნობთ, აი ინტუიცია გვაქვს გაღრმავებული, იმიტომ რომ აი ეს ტენდენციურები ვართ, ცუდი გაგებით არა, ამაში ძალიან ბევრი კარგი შეიძლება იყოს. აი ნებისმიერი მიმართულებით რა, აი სადღაც არ ვიცი აი მართლა ტოპ ქვეყნებში და ტოპ სოციუმებში რაზეც მიდის ხოლმე რაღაცა ლაპარაკები თბილისში ეს უკვე რაღაცნაირად ყოველთვის ანუ გონია რომ ამაშიც ძალიან გაგვიმართლა რომ ესეთი ხასიათი გვაქვს მაგრამ მაინც არის რაღაცა ისეთი პრობლემები რომელსაც აი ნუ არა და არ ეშველა და მგონია რომ აი ზუსტად მაგ ბავშვობის რაღაცა ტრამვებია რომლის გამოც მე ადამიანებს უნდა თორ თავის თავს გაექცნენ სხვადასხვა გზით რა და ეგ სხვადასხვა გზები როგორც წესი დესტრუქციული აბარა და ოჯახს შევეხოთ მაშინ შენ გაიზარდე საოცარ ოჯახში ხო ბებიანანი ბრეგვაძე დედა ეკა მამალაძე თან მუსიკალური თან რაღაც ბოჰემური ესეთი საინტერესო ხალხი იყო სულ თქვენს გარემოცვაში ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია გექნება მოსმენი და ეს როგორ ახდენს შენ ცხოვრებაზე, შენ ცხოვრების ფორმირებაზე გავლენას. ჯერტი მადლობა და აქეთა მამა ჩემის მხრიდანაც არანაკლები. იცით რა, აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა ცნობადობაზე და უბრალოდ აი მათი სტატუსიდან გამომდინარე კი იყვნენ თქვათ უფრო მეტად ადამიანების ყურადღების ცენტრში, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია მე მგონი აი ბებიების აი ეგეთი რაღაცა გრანდიოზული არ ვიცი წარმატების შრომის მოყარეობის სიძლიერის როგორც ქალების თან მარტო ხელა ქალების მნიშვნელობა ვიდრე ვთქვათ ნანი ბრეგვაძე როგორც ვიღაცისთვის პოპულარული მოდელი როგორც პროფესიას მაგრამ აი ჩემთვის ეხლა ხვდები რომ მაგას უფრო დიდი გავლენა ქონდა და აი ეგ არის ის მთავარი რასაც ძალიან ვეჭიდები მე აი ჩემ ოჯახში ეს ქალების რაღაცა სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია მამი და ჩემი სამწუხაროდ ადრე დარჩა მარტო დედა ჩემი აი რაღაცა ეს ქალებმა ძალიან ბევრი რაღაცა თავის თავზე აიღეს და ამიტომ ეს რაღაც იერარქია ქალური სიძლიერის არის დიდი მაგალითი ჩემთვის კითხვა რო არის ხოლმე რომ აი რას ნიშნავს თქვათ იყო ხო
პოპულარული ადამიანების შვილი. აი და როგორც თქვენ ახსენეთ, მადლობის მეტი და იმის მეტი, რომ ვიფიქრო, რომ ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, აი სხვა მეტი არაფერი. ეს ეხლა კი არა ამას აქვს, აი არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრების არ მქონია შეგრძნება, რომ აუ რა ეს რამხელა პასუხისმგებლობა ან რაღაც მე დავიჩრდილე ან ამან დამაკომპლექსა ან არიცალა ჩემთვის ან რაღაც აი რაღაცა მსგავსი რა ახლა როგორ არა რაღაცა იგივე ბავშვობის ტრამებზე რო საუბრობთ რა თქმა უნდა ეს რაღაცა დანაკლისი განსაკუთრებით ნანისთან მქონდა ეს საოცარი ემოციური კავშირი და დღემდე მაქვს რომელიც მე მგონი არც დედა ჩემთან და მამა ჩემთან არ მქონია ამას თავისუფლად ვამბობ იმიტომ რომ რაღაც მათაც იციან ეს და ამაში არაფერი ახალი არ არის და აქედან გამომდინარე ეს ჩემი საყვარელი ბებია რომელიც თან პლუს სულ მიდიოდა და სულ მტოვებდა ნუ მაშინდელი ჩემი აღქმით ხო ნუ ძალიან ტრამვულია რა ეხაც შეიძლება ისე გული ამიჩუყდოს როგორც პატარა ბავშვს იმიტომ რომ ეხაც მგონია რომ ის პატარა ნატალიკო დატოვეს როცა ამას ვიხსენებ ხო და ყველაფერი აი ეს ურთიერთობები მართლა რაც ნანახი მაქვს ჯერ აი ისეთ აი ძალიან პრიმიტიულად ხალხურად რო ვთქვა ის კონტაქტები ის შესაძლებლობები ახლა ვიღაცებს ეს აღიზიანებთ და ის სულ აი მახსოვს ჯულიარდში რო ჩავაბარე ვიღაცამ დაწერა რომ ნუ რა თქმა უნდა მოხვდებოდაო ახლა ნანის შვილიშვილიო ნუ ახლა სასაცილოა მართლა ხო ის საერთოდ რა საქართველოს აი ისე რა რო იციან რა და ვიღაცებს ეს აღიზიანებს თქვა ეს ვიღაცების მიუწვდომლობა გონიათ რომ პირდაპირ რაღაცა იმას ნიშნავს საფრთხეს რა და მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ მადლობელი ვარ ღმერთის სამყაროს ყველას მთელი ჩემი ოჯახის რომ ეგეთი ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა და მაქვს ეგეთი ცხოვრება და გამართლება იდეაში ყველაფერი რა აი მართლა ძალიან გამიმართლა ძალიან თან ეს ხო მარტო ის არ არის რომ მართლა ცნობილია და უბრალოდ ძალიან საინტერესო პიროვნება მე მახსოვს ერთხელ გამოდიოდი კარმენის არიას და ასრულებდა ნანის გვერდზე ვისხედით და მახსოვს ეგ ხო და ესე იგი იცი როგორი ამაყი იყო რო გისმენ და და ირახა აი ხელა სიყვარული დავინახე რომ ისეთი აი ეკაც ხო მინახე რომ ღეროდა და ნანი ყო ეს შენზე ქონდა რაღაც განსაკუთრებული ემოცია ეგრე მგონია აი ძალიან გრძნობ მაგას ეკასგანაც და ნანისგანაც და ეგ იცით რამ ხელა იმას მაძლევს აი სიძლიერეს შინაგანად აი არ მეშინია პროფესიულად გულისხმობ ხა ამ შემთხვევაში აი არანაირი შიშის განცდა არა მაქვს ან აი რაღაცა თვით როგორ გითხრა აი დაუჯერებლობა არა მაგ პირიქით ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული საკუთარ ეხა ბოდიშვიხდი ესე რაღაცა არა პირიქით რას ამბობ ჯერა ჩემი შესაძლებლობების იმიტომ რომ მე მენდობიან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ მოლოდინი მაქვს რომ ყველას მოვწონდე რა სისულელეა მეც არ მომწონს ყველა და ყველაფერი მაგრამ აი ის რომ მე მართლა რაღაც შემიძლია ეს მარცვალი ჩემში დევს იმიტომ რომ მაგათი ნდობა მაქვს და აი ეს საოპერო მიმართულება როდის გადაწყდა ხო საოპერო მიმართულება გადაწყდა ჩემი მოკლე ჭკუით და იმ დაძვრენით რომ არ დამეკრა ნანისაც და ეკასაც თვითონ აქვთ საფორტეპიანო განათლება მიღებული და ეს სიმღერა ყოველთვის იყო რაღაცა შლეიფი, ნუ ისედაც მღერი და ისედაც სახში სულ ყველა მღერით და სცენაზე სიმღერა რაღა, აი ცოტა არასერიოზული დამოკიდებულება იყო და ჩემზეც რაღაც ეგრე გავცელდა და უნდათ რომ კონსერვატორიაშიც საფორტეპიანო განხრით ჩამებარებინა, მაგრამ მე ვითომ ვამბობდი რომ ვიყო ჩაღეთქო, მაგრამ კი არ ვიყო ჩაღი, უბრალოდ აი მარტივი გზა ავირჩიე მაშინდელი ჭკუით და ვიზახდი რომ მე ვერ დაუკრავ და 8 საათი ინსტრუმენტთან ვერ გავატარებ და აი მოდი ხმას დავიმუშავებ და მე ჟანრობრივად რა სადგამომადგება არა თან ჭკვიანურია რატომ მოკლე მე რაღაც არ ვიცი ეგ ინტუიცია იყო თუ მართლა ჩემი მაშინდელი რაღაც გამჭრია ხეობა მაგრამ მე მართლა ძალიან შემიყვარდა ეს პროფესია და უბრალოდ ალბათ მგონია რომ დავინახე რომ რაღაცა შეიძლება აქედან გამოვიდეს და ეგ იყო მე რამაც იმიტომ რომ მე ვერ ვიტყვი რომ მე ისეთი ფანატიკურად ვარ შეყვარებული ამ პროფესიაში როგორც ჩემი ბევრი კოლეგა აი მოცემულობით ოპერის მომღერლები არიან აი თითქოს დაიბადნენ ოპერის მომღერლებად ამას არ ვამბობ ირონიით ან რაღაცა ხო არა პირიქით პატივცემას ძალიან აი ხორცით როგორ არის სულამდე არიან ოპერის მომღერლები მე ეს არა და იცი როგორ მაინტერესებს ეს განსხვავება აი რა სპეციფიკა არის ოპერის მომღერლი აი რამე განსაკუთრებული უნდა გააკეთო აი გარდა იმისა რომ ხმას იმუშავებ მე ვიცი რომ რაღაც კვების რეჟიმი სხვანაირი რაღაც პრესი უნდა გქონდეთ კარგად დავარჯიშებ თუ აი ეს შეიძლება მითებია მაგრამ მაინტერესებს ძალიან აი რა განსხვავება არის ძალიან ინდივიდუალურია ყველა ადამიანს აქვს თავის აღნაგობა თავის ფიზიკა
თავის მომნელებელი ხუთობით ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური და აქედან გამომდინარე ეს დისციპლინაც ვფიქრობ რომ არის ყველასთვის ინდივიდუალური. მაგალითად თუ ვიღაცა ადამიანისთვის თხილეული შეიძლება იყოს კატეგორიულად აკრძალული იქიდან გამომდინარე რომ ალერგიული შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს. მე მაგალითად აი სპექტაკლებს შორის აი რო იყიდება ხო ერთად ჩირები და თხილეული ერთად შერეული აი ამას შუალედებში იმიტომ რომ ჩემზე ეს არ მოქმედებს მაგრამ საშინლად მოქმედებს მაგალითად აი ხმაურში საუბარი სიცილი ბევრი აი შეიძლება ორი დღე საკმაოდ ცუდ ფორმაში მქონდეს ხმა ვიღაცა აი მახსოვს ხა ბოდიშ ვიხდით თუ მეშლება მაგრამ აი ბატონი პაატა ბურჭულაძე ზიამბობდა რომ აი გაზიან სასმელს მაგალითად ვერ მირდოს იმიტომ რომ მისთვის ეს მოქმედებს ხო უარყოფითად აი ბევრი ესეთი რაღაცა დეტალია თაფლი მაგალითად ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს პირიქით მიშრობს ყელს მეხველება არ მსიამოვნებს ხო და მსგავსი რაღაცები მაგრამ ის რაც თქვა ყველა ჯერ ესეთი ადამიანისთვის არა პროფესიიდან გამომდინარე სასარგებლო ეს არის ძილი პირველ რიგში რა თქმა უნდა ფიზიკური აქტივობა იმიტომ რომ ანუ ვარჯიშობ ხო? ვარჯიშობ, მაგრამ ეხლა დავიწყე ვარჯიში, ბოლო 1 წელია. აქამდე არ მივარჯიშია, იმიტომ რომ რაღაც არასასიამოვნო შეგრძნებებს განვიცდიდი ვარჯიშის შემდეგ. ალბათ ეგეც მგონია რომ იმ შფოთის ნაწილი იყო, უბრალოდ არ ვიცოდი. ამის სახელი ესე გამოკვეთილად, იმიტომ რომ ეს თავბრუსხვევა, ზედმეტი ადრენალინი არ სიამოვნებდა ეს შეგრძნებები და ამიტომ მეგონა რომ ეს ჩემთვის არ არის და მე რაღაცნაირად შენიპოვე ხო? ბევრი ძიების შემდეგ სხვათა შორის და პროფესიას რო დავუბრუნდე ისევ სუნთქვა არის ალბათ კი არა გადამწყვეტი და იმისთვის რომ ეს სუნთქვა იყოს უფრო ელასტიური, უფრო ძლიერი, უფრო არ ვიცი მასშტაბური, ამისთვის გჭირდება ძალა. იმისთვის რომ გქონდეს ძალა, აი მე მაგალითად თუ ნახშირწყალი არ მაქვს იმ დღეს მიღებული, აი ჯერ ეს ერთი მიდაბლდება თვითონ ინტონაცია. ანუ ეს ასე რომ ძალა არ ყოფნის, ძალა არ მაქვს რა რომ ხმას რაღაცა კონდეს საწვავი. და ასევე სუნთქვაც ძალიან მიჭირს. აი თუ მუცელი ისეთ მარტივ ენაზე რო ვთქვა, ცარიელია, ძალიან მიჭირს სუნთქვა. ანუ აი დიაფრაგმა თითქოს არ იშლება. საყდენი ჭირდება მოკლედ. და რაც ამსაც კიდევ მე ნახშირწყალი და ნუ ალბათ მაინც ცილა არის მთავარი აქ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ენერგიის წყარო, სწრაფი ენერგიის წყარო ხო? ნახშირწყალს აქვს, აი გამიგია მაგალითად ბალერინებისგან და რამდენიმე სპორტსმენისგანაც რომ მაკარონს მიირთვა ხოლმე რაღაც განსაკუთრებული ან შეჯიბრების ან სპექტაკლების წინ. და დიდხანს იშლება ის რთული ნახშირწყალი, მყარი ჯიშისგან არის გაკეთებული ხორბლის და უფრო ხანგრძლივად შეგიძლია ამ ენერგიის გამოყენება, ვიდრე ძალიან სწრაფი ნახშირწყლები, რომელიც სწრაფად იწვება და აღარ გაძლევს ცოტა ხანში ენერგიას. ბანანია ასევე ძალიან სასიამოვნოც და თან აუცილებლად ახლა რაღაც უხერხული თემა უნდა წამოჭრა, მაგრამ ეს მომნელებელი ტრაქტის მნიშვნელობა, რომ ნერვიულობის წინ რა თქმა უნდა ყველაფერი დუნდება და აი ბანანი ეგეთ დროს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემები მოქმედებს მაგ დროს ხო? დიდი გადამრჩენელია და ჩვენი მეგობარი. იცი რატო? იმიტომ რომ ნერვიულობას ცენტრს თიშავს, ანუ მაგას ერთდროულად არ შეიძლება იმუშაოს პარასიმპათიკურმა, სიმპათიკურმა და როდესაც შენ აი ზუსტად ეს ნერვიულობისგან მუშაობს ერთი, როდესაც ბანანს იღებ, იმას ამშვიდებს და გადაერთვება მის გადამუშავებას და იგივე გეხსნება ეს ნერვიულობა. ყველაფერში არის რაღაცა. ყველა აი მართლა იმ ხელა სიბრძნეა ჩვენ ორგანიზმს, ჩვენ უბრალოდ ინსტრუქცია არ მოყვა რომ დავიბადოთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის და ეხლა ნელ-ნელა ვეძებთ და ვარკვევთ რანაირად და თუ გაარკვევ ამას აი მართლა უბედნიერესი ხარ და ყველანაირად გემსახურება შენი თავი იმისთვის რომ ყველაფერს მიაღწიო და ძალიან ბედნიერი იყო პირველ რიგში, იმიტომ რომ წარმატებულს რო ამბობენ ხოლმე მე მგონია რომ პირველ რიგში ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს, თორე ის წარმატება თავისთავად არაფრის მომცემი არ არის თუ ეს არ გაბედნიერებს. და ძალიან ახალი ჩემთვის აღმოჩენა იმის ცოდნა რომ კუჭნაწლავი პირდაპირ კავშირშია ტვინთან, კი. აი და რომ მართლა ეხა როგორც თქვი რაღაც მომკლავდები ამ შფოთს მართლა ესე. აი თითქოს ერთი რაღაცა სისტემა თითქოს კი არ არის, მაგრამ ხო აი ეგრე არ ნამდვილად არასოდეს არ მიფიქრია და არ დავკვირვებია. ჩვენს კუჭნაწლავის ტრაქტში ცხოვრობს
დაახლოებით 30 მილიარდი სხვადასხვა ბაქტერია. იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი უჯრედები. წარმოიდგინე, იმათი დნმ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი დნმ. ისინი გავლენას ახდენენ ჩვენზე და როგორია დასახლებული ეს მიკრობიოტა, ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ტვინზე, სურვილებზე, იმიტომ რომ ხშირად მათ შეუძლიათ სიგნალები და იმპულსები გაგზავნონ ტვინში, რა უნდათ მათ და არა ჩვენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კეთილგანწყობილი ბაქტერიების ოჯახი იყოს ჩვენთან დასახლებული და არა ნეგატიური და ისეთი, რომელიც გვავნებს და ამას კვება განაპირობებს. ხო, მაგიტომ თქვი, რომ იცოდე, როცა რაღაცას ჭამ. ახსენი მაყურებლისთვის უფრო დეტალურად, ხო, შენ თავს ახლა ეს კარგია ჩემი ტვინისთვის თუ არა. ზუსტად მასეა. და არ ვიცი, რამდენად ის არის საჭიროა რომ ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო დროს რაც უფრო მეც ვკითხულობ და მე ძალიან მაინტერესებს ეს თემები ყველაფერი და სულ სწავლობ ამ მიმართულებით, ჩვენს ტვინს ძალიან ხშირად ჩვენს ხასიათს განაპირობებს ის ბიოქიმია, რაც ჩვენს ტვინში ხდება და ის ნივთიერებები. ამიტომაც რა კვებით დანამატებს იღებს ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, თქვა D ვიტამინი რომ უნდა გქონდეს აუცილებლად მაღალი და არ უნდა გქონდეს დაბალი. ეს ძალიან მოქმედებს, თქვა ყველაფერს და ჩვენს ორგანიზმის ფუნქციონირებას. მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანია. ენდოკრინოლოგთან და ისეთი იმედი მქონდა, რომ ყველაფერი დაბალი მექნებოდა და ყველაფერი ამის ბრალი იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ არა, არ დავიდასტურა. მაგრამ ნუ აი ეს ხე ხუნახე რომ ხუმრობით ვამბობ, მაგრამ მეზარებოდა ზუსტად ეს ძიება და თერაპია და რაღაცა და ხო იცი, ადამიანი მარტივ გამოსავალს ეძებდა, გინდა რომ რაღაცა ხავს მოეჭიდო და რომ ფიქრობ, რომ ნუ დეგაკ დაბალი და მაგიტო ხარ სპორტში, მაგრამ სამწუხაროდ. შეიძლება მაგნიუმი. არა, ყველაფერი გამესინჯეკი, იმიტომ რომ თან ვიღებ ყველაფერს. ჩემი ყველაზე საყვარელი გართობა. აი განსაკუთრებით თორე უცხოეთში მივდივარ, არის აფთიაქში შესვლა და იქ ნუ აი გადათევა ყველაფერი. აი გიჟდები, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი გასართობი და ვიღებ ყველაფერს. ნუ ყველაფერს როგორ რაღაცა ომეგა-3, იმიტომ რომ ნუ ხა თევზი სიმართლე რომ გითხრათ ჩვენ კულტურაში ესე არ არის რა ყოველდღიურობაში და მეც შესაბამისად აბსოლუტურად რაღაცა ისე ვარ მწყალად. თანხმიანი ჯიშის თევზები ხო მით უმეტეს. და სხვა ჯერ გუშინ უსმენდი სადღაც რომ რა თქმა უნდა ნამდვილ თევზის ხორცს ვერ ჩაანაცვლებს ომეგა-3, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო სუფთაა. სუფთაა, აი გუნა მეთქვა ძალიან დაბინძურებულია სამწუხაროდ. და არ შეიცავს ბევრი ისეთ დამაზიანებელ. თევზებს აქვს მიდრეკილება, რომ ძალიან მძიმე მეტალები და შხამები შეაგროვონ და ზოგჯერ ძალიან საშიშია ხოლმე. თუ არ იცი რომ ნამდვილად ჯანსაღია, რომ ეგრეა და მოკლედ ომეგა, ნუ მაგნეზიუმი, ბისგლიცინატი, ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი აღმოჩნდა. ჯადოქრობა ნამდვილი კი. და რა ვიცი, კიდე რა, ნუ D ვიტამინი და ნუ რაღაცა კონკრეტული ბრენდის არ დავასახელებ, აი ნებისმიერ რაღაცა უბრალოდ რომ შევხედავ ხოლმე ეტიკეტს, აი რა წერია, რაღაცა ქალური ჯანმრთელობის ნებისმიერი რაღაცა და იმასაც აი მოკლედ ძალიან ღია ვარ. ეხლა კიდე ახალი პროტოკოლები შემოდის ცოტა ხანში, ეს უკვე სიცოცხლის გახანგრძლივების მიმართულები, ბიოჰაკინგი და იქაც რაღაც ვიღებ მე რამოდენიმე დანამატს და აი ვცნობ რომ საოცრად კარგად მოქმედებს ხო? მე მიყვარს კვებითი დანამატები და მაგის გარეშე მართლა არ შემიძლია. მეც აი იოგაზე რაც დავიწყე სერული ჩვენმა არაჩვეულებმა, ჩვენმა ინდუსმა მეგობარმა აშვაგანდა, ტრიფალა რაღაცა სხვადასხვა ფორმის დანამატებით მაჩუქა და გამოუცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივია. საერთოდ ეხა უკვე ისე დაკარგა ყველა პროდუქტი ამ ასე მგონია თავისი ღირებულება, რომ ნივთიერება, უბრალოდ აი ნახე მარწუხში ხო არის რაღაცა კვებითი ღირებულება. შენ ხო ვერ შეჭამ 3 კილო მარწუხს რომ მიიღო ის ნორმა და ეს კვებითი დანამატები არის უბრალოდ ტაბლეტირებული ფორმა იგივე ნივთიერებების, რომელიც მიიღება ბუნებრივად, ხო? ანემიური რკინა დეფიციტური ანემიისკენ და მახსოვს მაშინ ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ნუ აი მთელი ოთახი რომ გავსო ხორცით, ბროწეულით, ჭარხლით, მაინც ვერ მიიღებ იმდენ რკინას, რასაც მოგცემს პრეპარატი, ამიტომ ხშირად მიმართავ ხოლმე მაგას და ხო მე მგონია რომ საერთოდ აი ადრე იყო მახსოვს საუბარი რომ საერთოდ ალბათ უკვე ისე იზრდება ჰიპერპოპულაცია ხო რაღაცა აღარ არის ფიზიკურად აღარ არის ხო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და თითქოს ადამიანები მართლა რაღაც ტაბლეტირებულ ჯამაზე გადავლებენ და იდეაში მაგას ვაკეთებთ ახლა უკვე რა ახლა ომეგა-3 აბა რა არის ხარისი პასუხია მამა მუშაობდა კოსმონავტებთან და იქიდან მოქონდა ხოლმე მათი საჭმელი და დაახლოებით მასეთი ფორმით იყო კი ეს დიდი ხნის წინ იყო მაგრამ ნუ აი მათ უკვე ქონდათ პაკეტირებული ძალიან პატარა ულუფაში რომ იყო ყველაფერი ერთდროულად და კოსმოსში ხო ძალიან რთულია საკვების მიღება და ეს ფორმაც ისეთი
იქნება რომ ძალიან მარტივად ეჭამათ და ეკუჭის მოქმედება ხო ძართულია და შესაბამისად ისეთი რაღაც იყო რომ თქვა არც გადამუშავებას არ საჭიროებდა და მაგრამ ადაპტირებული იყო ამ კონკრეტული მოთხოვნილებისთვის და ვფიქრობ რომ ჩვენს საბოლოო ჯამში ხო ამბობენ რომ წყალმცენარეებზე დამზადება გემოექნება იგივე და ის შემადგენლობა იქნება რა მოკლედ მივდივართ მანდე და იმაზე მალე მოვაიგდ რომ ვიდრე ჩვენ გონია ხო არ დააგემოვნებთ ხო უკვე იდეა ვუყურებ რომ მე მგონი რაღაც პირველი მე გადავიღო აუცილებლად ხომ ეს რა არის ეს არის სპეციალური კრემი არის კრემყველისგან არის დამზადებული და უხდება ძალიან და ფიქრობ რომ მოგეწონა. ეხლა გავიბრანჭები და მე კამერის მიღმა უფრო ესე. კი ბატონო. სანამ ნატალიკო გასინჯავს ნუცას მომზადებულ მაჭკატებს და გრანოლას, მე შეგახსენებს რომ ჩვენი სპონსორია მეტრომარტი და ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა რო იყოს ხარისხიანი, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მხარდამჭერი კომპანიები. და შეგახსენებს რომ მეტრომარტი ეს არის უზარმაზარი ჰიპერმარკეტი თბილისში, სადაც არის წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანი ტექნიკის ყველა ბრენდის ხარისხის, საფასო კატეგორიის, თქვენ შეგიძლიათ ადგილზე არჩიოთ ტექნიკა, ან ონლაინ გამოიწეროთ და მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდიან ამ ტექნიკას. თქვენ არ მიგთმევთ? მე აუცილებლად გავსინჯავ. არ არის აქ, მაგრამ სამაგერად ისეთი როგორია? ეს რეცეპტი მართლა რომ გავსინჯე, სპეციალურად შევსთხოვე და დამიწერა და მაჩუქა. საქართველოში არ იყო, ხო და კიევში ვიყავი და ძალიან მომეწონა და იცი რა ეხა უკვე ბევრგან არის კარგი მაჭკატები, მაგრამ ჩემთვის დილას აი პრინციპში დილას მეც არასოდეს არ ვსაუზმობ, მაგრამ აი პირველ საკვებად ძალიან მიყვარს ხომ თუ დესერტი მომინდება. ჩირია? ჩირი არის, კი, ეს არის გარგრის ჩირი. მასში არის გულისთვის ძალიან საჭირო კალიუმი. ძალიან მინდა რომ კიდევ გავსინჯო, მაგრამ თავშევით. ხო, აუცილებლად გავაგრძელოთ კამერების მიხმა დაგემოვნება. გამიგია ხშირად, რომ სცენაზე გასვლის წინ აქვთ ადამიანებს რაღაც რიტუალები, ხო? ზოგს არ უყვარსო წარმატებას უსურვებ, მახსოვს ვიღაცას უსურვებ, ერთხელ კულისებში დგომა მიყვარს ხოლმე და ეგეთი სახე მიყვარ შეიძლება რა. არა, ეგ ალბათ სრუწმენა. კი რა, უფრო ყველას თავისი რაღაცა, იცი რა, შიშისგან გამომდინარე იმდენ რამეს ეძებ ადამიანი, როცა ნერვიულობ, რომ პრინციპში ტრიგერია, ხო, ანუ შენ რაღაცა გაქვს, რის გამოც ბრუნდები სიმშვიდეში. ხო, აი, ზოგი ამბობს, რომ სცენაზე თუ იპოვით გაღუნულ ლურსმას, უნდა აიღო და ჯიბეში კონდეს მართალია. არა, მე ხარ ის ცალი სად ვეძებოდი და სადღა არის ლურსმნები და არა, ეგეთი წრუწმენები არა, მაგრამ მე მგონი უფრო მაინც რაღაცა ესე ვთქვათ, მაგალითი, რასაც უყურებ, ალბათ მაგის მსხვერპლი ვარ, ოღონდ ცუდი გაგებით არ გულისხმობ, ნანი ყოველი გასვლის წინ გულმხურვალეთ ლოცულობს. მგონია რომ ამ ლოცვას გარდა იმისა, რომ ნუ რაღაცა რწმენის და მართლა თავისი ძალა აქვს, ასევე ვფიქრობ, რომ მედიტაციის ესე ვთქვათ, ეფექტი აქვს და ამიტომაც ძალიან ეხმარება და მეც რაღაცა, ოღონდ აი უშუალოდ გასვლის წინ, აი უკვე რომ აი რაღაცა წუთებიც არა, აი წარმები რო გრჩება, რომ უნდა გახვიდე, აი მაგ დროს აი ძალიან რაღაცა შეთავსთან კონცენტრაციას ეხმარება და უფრო განმარტოვება იმ დროს და შემიძლია ძალიან ღიზიანდები. ხო, სიმშვიდე სიწყნარე. ოღონდ იმ წუთ, აი მე გეუბნებით, აი უშუალოდ გასვლის წინ რა, აი ეგ მომენტია, როცა ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ესე ვთქვათ, მომზადებული იქნები რა. მითები არსებობს საოპერო მომღერლებს და ბევრი მითი გამიგია, მეც ძალიან და ხა შევკრიბე რამოდენიმე და მეც მართლა არ ვიცი მათზე პასუხები და მაინტერესებს, ხო. ესე იგი, საოპერო მომღერლები ცივ წყალს არ სვამენ. მითია, ხო? საოპერო მომღერლები კონცერტის წინ არ ჭამენ. რა სისულელეა, როგორ პირიქით ხო თქვა ზუსტად ხო ბევრნაირი პასუხი შემიძლია გასახოთ ცივ წყალზე მე მაგალითად ყინულს ჭამ როგორც არ ვიცი გიჟივით მიყვარს ძალიან თუ არ შეჭამ ჩემ მაგალითზე დავეცემი უბრალოდ ვიღაცა შეიძლება ბევრს არ ჭამდეს იმიტომ რომ მე პირიქით უარესად არ შეაწუხოს მაგრამ იდეაში მითია ღვთის პროდუქტები ხმაზე ცუდად მოქმედებენ საოპერო მომღერლები აუცილებლად დიეტაზე არიან რა სისულელე ალა ხმას ყველაზე მეტად სტრესი აზიანებს რა თქმა უნდა ეს მართლია ყველაფერს სტრესი აზიანებს სტრესი ნამდვილად ყველაფერს აზიანებს ცხარე საკვები ხმაზე მოქმედებს უდაოდ იმიტომ რომ კუჭის წვენი ამოდის წვავს ხმის იოგებს რაც უკვე ახსენე, მაგრამ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ხმისთვის. ყველაზე დიდი ენერგიის წყაროა ჩემი აზრით. და ოპერის მომღერლას ხმით შუშის გატეხვა შეუძლია. მითია.
და სპექტაკლის დღეს ოპერლის მომღერლები საერთოდ არ ლაპარაკობენ. უმჯობესია. იმიტომ რომ ყველაზე კარგად ხმა ისვენებს რაში, როდესაც საერთოდ არ თუღან ჩურჩულზეც არ არის აქ საუბარი. სრული სიჩუმე არის პირველი კურნალი მდუმარებაში. კი, ნამდვილად. ღვაწლში მდუმარების. რთულია ისე. მდუმარება? რა თქმა უნდა, ძალიან, მაგრამ ისე მაგაზე რთულია ის სტრესი, რომ ხმა არ აქვს. აი მე ორჯერ მქონდა ეგეთი შემთხვევა და აი რო საუბრობ და საერთოდ ხმა რო აი ეს რთულია ისე. იმისთვის რომ ხმა დაგიბრუნებს ყველაფერს გააკეთე. ესეთი რამე გესიზმრება ხოლმე ვთქვათ, კი ხო. ოღონდ ხმაზე არა, მე მესიზმრებ რომ არაფერი არ ვიცი და ნოტები არ მაქვს და რას შვები. ძალიან მაინტერესებს ისი ახსენე რომ ნანი ჩემთვის იყო რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანიო. აი არა როგორც მომღერალმა, როგორც ადამიანმა რა ისწავლე ნანისგან. პირველ რიგში ეგ არის რომ ვიცხოვრო დღევანდელი დღით, იმიტომ რომ მისი მაგალითით მართლა ასეა, ანუ თვითონ ასე ცხოვრობს. ერთია რომ რაღაცა დაგარიგოს ბებიამ გიჩიჩინოს, ის ჩიჩინიც რაღაც გამოიღებს ბოლოს შედეგს, მაგრამ აი როცა თან უყურებ ადამიანს უკვე 90 წლის ხდება ივლისში როგორ ცხოვრობს, ხო? და როცა ის მართლა ამბობს რომ თავარია დღეს, აი ეხლა ამ წუთას მადლობა ღმერთო, აი ეხა. ეგ მე რაღაცნაირად ხო ამბობენ რომ მაგალითია მშობლისგან ყველაფერი და არა ვთქვათ მარტო ვერბალური ნაწილი. აი ეგ არის უნიშნელოვანი და კიდე მეორე ფრაზა, რომელიც ასევე მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ჩვენც გადმოგვედო. არაფერი ყველა არ ხდება და ესე იგი ეს უნდა მომხდარიყო. პირველ რიგში რა თქმა უნდა ცუდზე როცა ახლა საუბარი. კარგი დამოკიდებულება და ასევე ძალიან მაინტერესებს დედობა და კარიერა, როგორ არის ერთად, ვიცით რა ხა მე არა მაქვს ის კარიერა რომ რაღაც ამაზე ესე თამამად ვისაუბრო, მაგრამ ის რაც მაქვს იქიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ რომ შესაძლებელია რომ ორივე ერთად თანაბრად არა, მაგრამ ორივე ერთად თანაარსებობდნენ, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და მაინც სხვების დახმარებით. სხვანაირად გამორიცხული ხომ, მე რომ მარტო ვიყო ჯვარი მწერია ვთქვათ და აი ეს მთელი არმია არ მყავდეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემი ქმარი, მე ალბათ არ ვიცი რა რომელს დავანებებდი თავს ალბათ ვერცერც, მაგრამ ძალიან გამიჭირდებოდა მორალურად, მაგრამ თუ თქვათ თამასა გაქვს ისეთი მაღალი რომ უნდა იყო აი თქვათ ტოპ კარიერა გქონდეს და ამისკენ მიისწრაფვი, მაშინ რა თქმა უნდა მსხვერპლი არის ბავშვი და ოჯახი. ნამდვილად. თუ პირიქით, მაშინ კარიერა ხდება მსხვერპლი. ანუ რაღაცა მსხვერპლი ყველა ესე არ გამოდის რომ ორივე, მაშინ ძალიან სერიოზული. თუმცა შესაძლებელია. რომ აი თქვა მე მქონდა ერთ ჩვენ ძალიან ცნობილ მომღერალთან ამაზე საუბარი და მან მითხრა რომ ბოდიში ამ სიტყვისთვის ესე რო ვიტყვი რა, მაინც YouTube-ია და არა უშავს. აი ჩემჭიასო მაინც ვიხარებო და ეგ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვისო ვიდრე ის რომ რაღაცა მეტროპოლიტენის სეზონი გავხსენი ლასკალას დავხურე და ნუ ესეც ხო რაღაცი საკუთარი თავისთვის დამტკიცება არის ხოლმე ყველას თავის мотиваცია აქვს. რა ჩვენ ქსიამოვნებს. ხო, ანუ ყველას თავის мотиваცია აქვს და ალბათ მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მე ჩემ შვილზე მაგალითად აი ჩემ ოჯახში მე მგონია რომ ეგ შეცდომა იყო ჩემ თან მიმართებაში რომ აი რაღაცა თამასა დადეს რომ ჯა მარია კალასი კი არ მთხოვდნენ ამას, მაგრამ ეს ფრაზები მაინც რაღაცნაირად ამ სტერეოტიპს გიჩენს და მე რაღაც ასაკში მივხვდი რომ აი და რო არ ვიყო მარია კალასი და რო უბრალოდ მართლა ჩემია გავიხარო და შვილიც არ დავკარგო და ისიც არ დავტრამო და მეც შევირგო ეს პროფესია. აი რა ვიცი რა მოხდა. დარწმუნებული რომ გაცილებით ბედნიერი ცხოვრება გექნება ვიდრე მარია კალასი. მიუხედავად იმისა რაც მან ჯვარი მწერია. ხო არა ისე ნამდვილად ძალიან ტრაგიკული იყო ეს ქალი მიუხედავად ყოველ თავის წარმატებისა. ხა იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს აი ოღონდ მის ყველაზე ძვირფასშვილს გეფიცებით. აი სულ რო იყოს მეწაღე არ ვიცი რაღაცა ხელობის აი თუ ეს თვითონ ეს ადამიანი იქნება რეალიზებული თავის თავთან კომფორტში იქნება და კმაყოფილი. აი მგონია რომ მაგაზე დიდი მიღწევა ჩემთვის არაფერი არ იქნება რა და ამიტომ რა ვიცი ვისთვის რა არის კიდე წარმატება ეგეთ ცალკე თემა. ხო მახსოვს ლენონის ფრაზა რომ ბავშვობაში მასწავლიდნენ რომ ყოფილიყავი ბედნიერიო და ეს იყო მთავარი ჩემი ცხოვრების ამოცანა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრებისთვის. ხონცა ძალიან გული დაწყდება რომ არ იყო აქ და მიხარია რომ ეს საუბარი შედგა და მინდა საჩუქრები გადმოგცა. საჩუქრები
თან? საჩუქრები, ესე იგი პირველ რიგში მინდა ვაუჩერი გადმოგცე ამ არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ეს არის გრილის და მელოდიის სახლი, ღვინის ქარხანაში და აქ არის ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო, გრილზე მომზადებული უგემრიელესი კერძები, ამერიკული, ევროპული, ქართული, აზიური, სადაც გესიამოვნებენ ვერანდაზე, შიგნით და ძალიან გემოვნებიანი მუსიკალური საღამოებია, ხოლმე ესეთი რომ მოგეწონება ძალიან და დიდი მადლობა. მოკლედ მოგელოდებით და ასევე ესეთი ძალიან კარგი ვიცი რომ გიყვარს კარგი ღვინოები და არაჩვეულებრივი საჩუქარი ძალიან გემრიელი ღვინოები ეს არის პატა ნეგრა ესპანურის არაჩვეულებრივი კარგია და არის თეთრიც და წითელი ღვინო და პატა ნეგრას ღვინოები შეგიძლიათ ექსკლუზიურად სპარის ქსელში შეიძინათ უღრმესი მადლობა. მართლა როგორი დასაჩუქრებული მივდივარ აქედან, გემრიელად მივირთვი. კარგ თემებზე ვისაუბრეთ, საჩუქრები მიმაქვს და რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და რა თქმა უნდა გისურვებ წარმატებებს. უღრმესი მადლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოჯახის სხვა წევრებიც იქნებიან ჩემი სტუმრები. ეჭვი მაქვს უკვე ვინ იქნება შემდეგი. აბა ძალიან დიდი ვინც მაყურებელს გონია ის არა სხვათა შორის არა. აბა ბედნიერად. დიდი მადლობა, კარგად იყავით და ბედნიერებას შემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს და აუცილებლად გამოგვიწერეთ რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ძალიან საინტერესო გადაცემები.